ინახავს რამეს? იციან და ინახავენ? გამოვიდეთ აქ ვითხრას. რა იცი ჩვენ შვილზე ყველაფერი უგეკმარა. რა საქმე შეწყდა ჩემს მასზე? პასუხი გამცეთ. გია ტანკიამ. რა დაახვედრა მალხას პაჭკორიას? რა დამსახურებაა ესეთი ყველა უფროსები მოხდეს პაჭკორიას გარდა? რა შეგვიდა ახალმთავრობას? კიდე ვინ რომელ ახალგაზრდას, რომელ მამაკაცს გააუპატიურებ? დაასკოჩავთ იმაზე. ვინ ხარ? ვინ უნდა ჩაუშვათ? ეხოში რომ დადიხართ, იქნებ ჩაშვებული ხართ, იმიტომ ხართ აქ. გიგა დარასელია აქ არის, აქ მუშაობს. დედა ჩემს წიხლები რო უთხა და რო ჩაულურჯა. ჩვენ მოგცეს დაპირება რომ შუა მშობლობას გამიწევდნენ და 10 დღის განმავლობაში რო შევხვდებოდი ხარიბაში 10 დღე გავიდა კი არა 40 დღე არის დღეს გასული არავინ არ გამომეხმაურა და არავინ უკან არ მოიხება მის მერე არის 40 დღე ზუსტად დღე ჩვენ რო ჩავატარეთ მიტინგი თბილისის იუსტიციის სამინისტროსთან გადაეცა იმერეთის მხარეო სასექრია მე მგონი და ჩაატარეს რა ქვიან გამოძიება დასრულებულია ჩვენ რო გქონდა რაღაც ნიფტმიტკიცებულებები ჩემი ძმის დატოვებული წერილი ტელეფონის ნომრები პაჭკორიას ხელით დაწერილი ექსპერტიზა ჩაუტარდა თეატრი ლუკიანი რო დაგვირდა ისე და დამტკიცდა რომ ეს წერილი არ არის შემოგდებული დაწერილია ჩემი ძმის ხელით ამოგდებულია ტელეფონის საუბრები პაჭკორია დღეში 4-ჯერ 5-ჯერ რო ურეკავს ჩემს ძმას ყველაფერი ეს დამტკიცებულია ექსპერტიზამ დაამტკიცა თვითონ გვეუბნებიან ჩვენ გამოძიება დავამთავრეთ აწი საჭიროა რაღაცა და გააკეთოს ზემოთ ვისაც ევალება იმათ აქცია როდის გქონდა თბილისში? აქცია გქონდა 18 იანვარს ერთი კვირა იჯდა დედა ჩემი ჩვენ ვიჯექით კარავი გავხსენით რა ქვიან იუსტიციის სამინისტროს წინ და აი მაშინ შეგვხვდა ახლა რას აპირებთ? ახლა რას ვაპირებთ და ჯერ აქ დავდგებით და მე ალბათ ვინმე რომ მოვიდეს მე როგორც დავარ უფროსი დავარ და დავდგები გადავკეტავ ალბათ გზას პაჭკორია თუ დაიკითხა საქმესთან დაკავშირებით? პაჭკორია დაიკითხა საქმესთან დაკავშირებით ლაპარაკობს რომ არანაირი შეხება არ აქვს ჩემს ძმასთან მიუხედავად იმისა რომ ექსპერტიზა ჩატარებულია და ექსპერტიზამ აღიარა რომ ამ ადამიანს შეხება კი არა უფროსი ნაცნობიც არის და ყველაფერი არის ისა იმერეთის სამხარეო საქმე არაფერი არ აქვს არიცით უკვე არიცით რატო ეს არის სამხარეო მთავარი სამართალი ეგერ უკანა კონტრდაზვერვის შენობა როგორ გავარკვევ ჩვენ საქმე ჩვენ არ აქვს გამოძიებაში იგი და რა იმერეთ სამხარეოში ამობენ ერთი წამით არ იყო მინისტრი ასე ხო არ ხდება რა არ იყო მინისტრი მე შეუთვალეთ რომ ეს ვერ ხერხდება ამ პერიოდში შემდეგ პერიოდში გადაწყვეტავდნენ გამიგია დავბირდი მე რა ჩემ გვერდში ხო არ დიახ მინისტრი ეუნებით იმერეთის სამხარეო საქმე იქ მინისტრი რატო მოხვედი მაშინ რატო მოხვედი თუ არაფერი არ შეგიძლია გადმოიცეთ არ გადმომიწევ მომკიდე ხედი და გამათრიე აბა თქვენც დემანქირიასავი მომკიდე ხედი და გამათრიე მე არ ვაპირებ თქვენ გათრევა ეს არ შეიძლება რომ არ გაუშვე ბიჭო ის კადრი გადაიღე ამას
მაგარი ქალია შედიდი პროვოკაციაა ვინ ხდება? ვისთანაც დაწერილი გაქვს. ირაკლი ღარიბაშვილთან. ხო შეხდება აუცილებლად. 8 აპრილის მერე რამდენი დღე გავიდა? 8 აპრილის მერე, მაისი, ივნისი, ივლისი, მალე იქნება აგვისტო. პასუხიც არ არის, არ მიგიღებთ, ან კი მიგიღებთ. როგორ ეკადრებათ აუცილებლად შეხდებიან და როდის? რამდენი თვის მერე? პრეზიდენტის არჩევნებისთვის? არა როგორ. მაცივარში გიდევთ გოგიტას ცხედ არის სადმე? აბა რა მნიშვნელობა აქვს დროის გაწელვას? გაჩერდა ახლა არ იყო. მაცივარში ხო არ გიდევთ სადმე? კინო არ გაიგონია. ყველა გვეუბნება რომ ხვალ მოვალთო თქვენთან სახლში. რაზე უნდა მოვიდნენ ჩვენთან სახლში? მე ქორწილი კი არ მაქვს და დასაპატიჟებელი კი არ მყავდა ხალხი. მურე. ხო, მაგრამ ხომ შეიძლება ვთქვათ, რომ შეთანხმდეთ რაღაც. ვერ შეთანხმდით. ჩვენ ვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას. 8 აპრილს დავწერე პირველი განცხადება, მერე 15 აპრილს და ასე შემდეგ. პასუხი დღესაც არ აქვს მიღებული. ან კი მიგიღებთ, ან არა, არასოდეს არ მიგიღებთ. მაია უსანეთაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის აპარატის უფროსი, რომელიც ტელეფონით მპირდებოდა, რომ ერთ კვირაში გაგცემთ პასუხს, ორ კვირაში გაგცემთ პასუხს, თვის ბოლოს გაგცემთ პასუხს, იმ თვის ბოლოს ეხლა საერთოდ ყურმილს არ იღებს. ჩემი ტელეფონიდან შემავალი ზარები აქვს დაბლოკირდა. რაზომებს მიმართავთ ხალბატონო? რაზომებს მიმართავთ და გვინდა პასუხი. მიგვიღებს მინისტრი თუ არ მიგვიღებს? მხოლოდ მინისტრს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება გოგიტა აბულაძის ძიების საქმეზე. მხოლოდ მინისტრს. თუ არ არის მინისტრის კეთილი ნება, ეს საქმე არ გამოიძიება. დღეს ჩვენ გვინდა პასუხი. როდის მიგვიღებენ, ან არა, არასოდეს არ მიგიღებთ. თუ არ გაგცემენ პასუხი, აი ასე გზა, ცენტრალური გზა კეთილზე დავწვევით სიგრძეზე და გადავკეტავთ გზას. პრესამსახურს მიმართეთ და გეტყვით. აგერ ანზია რა დაი. პრესამსახურს მიმართეთ და გეტყვით. ამ ხალხო და